მშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მთავარი აჭარეში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გესაუბრებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემას წარმოგიდგენთ. 4 ოქტომბერი მუნიციპალური არჩევნების დღე და ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუციის თარიღად მონიშნული ოპოზიციის ნაწილისთვის. მაშინ როცა ქართული ოცნება 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას აანონსებს, აქტივისტებისა და ოპოზიციის ნაწილი ერთმანეთს რადიკალურად უპირისპირდება. განსხვავებული დაპირებები და მოლოდინები საზოგადოებაში. 300 დღე ქვეყანაში უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან, მცირერიცხოვანი თუ მასშტაბური აქციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების ფონზე მმართველი ძალა თავის დღის წესრიგს ისევ არ ცვლის, ვიზზე და როგორ აისახება გამკაცრებული კანონმდებლობის აღსრულება, დაყადაღებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფერხება და დაკავებული აქტივისტების მომავალი, რა შეცვლის და შეცვლის თუ არა რაიმეს 4 ოქტომბერი. საერთაშორისო იზოლაცია და პარტნიორთა შეცვლილი სია. ქართული ოცნება დასავლეთის ალტერნატივას აღმოსავლეთში ეძებს და სჯერა, რომ ქვეყნის წინსვლა გაგრძელდება. რამდენად შეძლებს საქართველოს დარჩევს ევროპულ ქვეყნად ევროპული ოჯახის თანადგომის მიღმა. ადგილობრივი პოლიტიკოსების პოზიციები საერთაშორისო იზოლაციასა და ქვეყნის მომავალზე. ხოლო მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. ეს გადაცემის მთავარი თემა კვლავ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ველზე დიდი დაპირისპირების საბაბი ხდება, განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგზე. როგორც პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, ეს არჩევნები არ არის მხოლოდ ადგილობრივი მმართველობის არჩევა ან არარჩევა, არამედ ის არის რეფერენდუმი ქართული პოლიტიკის მომავალზე, რეფერენდუმი იმ კურსზე, რომელსაც ქვეყანა მომავალი წლების განმავლობაში გაივლის. ამ არჩევნებს უკვე მოყვა მწვავე დაპირისპირებები, ბრალდებები და მოლოდინები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაც ჩვენ საზოგადოებას პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში აყენებს. დღეს ჩვენ სტუდიაში ორი განსხვავებული ხედვისა და სტრატეგიის მქონე პარტიის წარმომადგენელი უნდა ვყოლოდა, თუმცა დღის განმავლობაში კომუნიკაციის მიუხედავად პარტია გახარია საქართველოსთან ეთერში მოსვლაზე დღის მეორე ნახევარში უარი მივიღეთ, მიზეზად საარჩევნო რეჟიმში ყოფნა დაასახელეს. ჩვენ გვინდოდა, როგორც გასული კვირის ეთერში, ორი განსხვავებული ხედვის პარტიის პოზიციები მოგვესმინა არჩევნებთან დაკავშირებით დებატის ფორმატში, სავარაუდოდ სწორედ ეს ფორმატი ხდება ჩვენს მოწვევაზე უარის თმის მიზეზი პარტიების მხრიდან. ამ დროს კი გახარია საქართველოსთვის დღეს თავს ოპოზიციურ სპექტრის მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს. პარტიის ლიდერი აქტიურად აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ საკრებულოებში მოხვედრა, არამედ ძალაუფლების ცენტრის შესუსტება და ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა. მისივე განცხადებით, მისი პარტია სწორედ ის ძალა, რომელიც დგას ხალხთან, მას ჯერა, რომ სწორი და სამართლიანი ბრძოლით ისინი შეძლებენ ჩვენი ქალაქებისა და რეგიონების მართვას. პარტია ხაზს უსვამს რეგიონებში მათ სიძლიერესა და ორგანიზებულობას. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები შეძლებენ ხმების ეფექტურ დაცვას და ამით წინ აღუდგებიან ნებისმიერ დარღვევას. ეს პოზიცია ერთგვარი პასუხია იმ ბრალდებებზე, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს აქვს საარჩევნო პროცესის მიმართ. მეორე მხარეს დგას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვა პროევროპულ პარტიებთან ერთად, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მათი გადაწყვეტილება სხვა თანამოაზრე პარტიების პოზიციასთან ერთად ოპოზიციური ერთობისთვის სერიოზული გამოწვევაა და ატარებს არაღიარების პოლიტიკის პრინციპულ მოტივებს, რომელიც ემსახურება საარჩევნო პროცესის უნდობლობასა და მთავრობის მხრიდან შეთანხმებების უგულვებელყოფას, მათი ლეგიტიმაციის არაღიარებას. პარტიაში ამბობენ, რომ ამ ბოიკოტით ნაციონალური მოძრაობა ცდილობს არა მხოლოდ საკუთარი პრინციპების დაცვას, არამედ საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას საქართველოში არსებულ პრობლემებზე. ამ უთანხმოებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ შეთანხმების მიღწევას ძირითად ფუნდამენტურ საკითხებზე. ამ დაპირისპირებამ ხაზი ასევე გაუსვა ჩვენი პოლიტიკური სისტემის სისუსტეებს და იმ რისკებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემუქრება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა აშკარა პოლიტიკურ კრიზისშია, როგორც საშინაო ისე საგარეო ურთიერთობებში. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეთერში. ბონდო თედორაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, უკვე შემოგვიერთდა და ეთერში ის არის ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. ბონდო, მოგესალმებით, მადლობა თქვენ გადაცემაში მობრძანებისთვის. როგორც მონოლოგში მოკლედ შევეცადე
ის მოცემულობა, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით მომეხაზა, კითხვაც გამომდინარეობს პირველი კითხვა აქედან. ბონდო, თქვენი პარტია ბოიკოტს უცხადებს ამ არჩევნებს, ადგილობრივ არჩევნებს, ხოლო სხვა ოპოზიციური ძალები, მათ შორის მაგალითად გახარია საქართველოსთვის და ლელო, მათ გადაწყვიტეს, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია ბოიკოტი ან არჩევნებში მონაწილეობა იმ ფონზე, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ზოგადად, როგორც ყველა პიროვნება, ისე ყველა პოლიტიკური პარტია საკუთარ ბედს წყვეტს თვითონ. თუმცა ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ ამ პარტიის წევრები მანამ სანამ არჩევნებზე ამ რუსულ სპეცოპერაციაზე საერთოდ დაიწყებოდა საუბარი, შიგნით რა თქმა უნდა და არა საჯაროდ საუბრობდით, რომ ჩვენ ვიქნებოდით ერთ-ერთი პირველები, ვინც ბოიკოტის რეჟიმში დავრჩებოდით ბოლომდე და რატომ. დღეს იცით თქვენ თბილისში, დედაქალაქში და ბათუმში მთავრობის სახლთან მესამასე დღეა ზუსტად რაღაც მრგვალი ციფრია, სადაც აქცია, საპროტესტო აქცია არ შეშენელებულა, არ ჩამქრალა, ერთი დღეც არ ყოფილა და ეს ხალხი სახლში არ შესულა. ამის და მიუხედავად კიდევ და გამომდინარე აქედან უამრავი ახალგაზრდა, ვინც ამ აქციებზე ბრძოლის, საქართველოს უკეთესი მომავალი ბრძოლის გამო, პროდასავლური კურსის გამო არიან პოლიტპატიმრები და იხდიან უკანონო სასჯელს. ჩვენ დღეს ორი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში. ადამიანები, პოლიტიკოსები, ვინც თვლიან, რომ უნდა იყვნენ რუსულ სპეცოპერაციაში და სამწუხაროდ ეს რუსული ხელისუფლების, ქართული ოცნების და სამწუხაროდ იმ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაა, ვინც შეყვა ამ სპეცოპერაციაში და აქ მხარეს დგას ხალხი ქუჩაში და მათ შორის საპროტესტო აქციებზე. თქვენ იცით, რომ ეს აქციები არის ხშირ შემთხვევაში ესე 400 კაციანი, 500 კაციანი, მაშინ როცა აქცია ანონსდება, არის 1000-ობით და 10000-ობით მოქალაქე ქუჩაში და ეს ხალხი და ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დარჩა, რა თქმა უნდა, ბოიკოტის რეჟიმში. მე ახლა ვსვამ კითხვას, რომელი არის უფრო სწორი? აი მე მორალურად გამომდინარე იქედან, რომ 300 დღე ვაპროტესტებთ გასულ არჩევნებს, რომელიც არ არის კანონიერი, არ იყო არც ერთი საარჩევნო პრინციპი დაცული და დღეს გვყავს არალეგიტიმური მთავრობა. რომელი არის ნორმალური? ბონდო თედორაძე უნდა ამდგარიყო სოფელ ლეღვაში და უშუალოდ სოფელ კიბეში და ასე შემდეგ, უნდა ესაუბრა წყლის, მილების და ამის პრობლემაზე, რომელიც ქართული ოცნების იდენტობა ეს კორუფცია და ასე შემდეგ, თუ იმ ახალგაზრდებთან, იმ პოლიტპატიმრებთან ერთად, იმ აქციის მონაწილეებთან ერთად დგომა, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ. ანუ ამ ზღვარს სამწუხაროდ ის პარტიები, რომელიც ამ რუსულ სპეცოპერაციაში შეყვა დღეს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ვერ ან არ ხედავენ და რატომ ამაზე თვითონ უნდა ისაუბრონ? ხედავენ, მე მგონი ხედავენ, იმიტომ რომ ამ ეთერშიც უთქვამთ მათ და ისინი ამბობენ, რომ არსად წასულან მათ შორის ამ პროტესტიდან, რომელიც ახლა არის მიმდინარეობს ქუჩაში, ხო, ისინი ამბობენ და არასწორია ეს ბატონო ლაშა, მათი მხრიდან ეს არგუმენტი, იმიტომ რომ არსად წასულან არ ნიშნავს ამას. პირველივე შეთანხმება დაირღვა ამ პარტიების მხრიდან. რატომ ეს შედგა ბონდო შეთანხმება? ჩვენ გვახსოვს მათ შორის იმ პარტიების წარმომადგენლების, ნუ ახლა გახარიასთან მიმართებით ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი, ის ამბობდა, რომ ჩვენ არასდროს ვიტყვით, არასდროს, მაგრამ ლელოს შემთხვევაში ესეთი მიღებული გადაწყვეტილება, თავიდანვე მკაფიო გადაწყვეტილება ჩვენ არ ქონდა მოსმენილი პრინციპს და ყველას ეგონა, რომ ლელო იქნებოდა იმ პარტიების რიგებში, რომელშიც თქვენ ხართ და თქვენი თანამოაზრეები, ხო? ბოიკოტის რეჟიმში ყოფილი პარტიების გვერდით იქნებოდა, ხო? ესეთ რაღაც წარმოდგენა ქონდა საზოგადოების დიდ ნაწილს, ხო? აი რატო შეიცვალა მაშინ ესე, აი სად არის ძაღლისთავი დამარხული ამ ამბავში თქვენი გადასახედით? ზოგადად ენის მოჩლექვით საუბარს ყოველთვის მოაქვს პრობლემები და ჩიხში შესვლა. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად. კარგი იქნება თუ თვითონაც ღიად ისაუბრებენ ამაზე. ჩვენთვის შედეგი არის ერთი და იგივე. მათ პროცესი დააზიანეს. ის ეროვნული სულისკვეთება და მით უმეტეს ბოლო განცხადებები ამ პოლიტიკოსების არჩევნებში ბოიკოტში მოყოფი იმ ახალგაზრდების, რომლებიც ქუჩაში დგანან, შეერაცხვა, რომ თურმე ყველა ბიძინასთან გარიგებული იქნება, ვინც საარჩევნო უბნებზე არ მივა. ჩემი შენგითხარიო ამას ნიშნავს. ამიტომ ჩვენთვის შედეგი არის ერთი და იგივე. საერთო ოპოზიციური სულისკვეთება დაარღვიეს და პირველი აქსიომა, მთავარი წესი რაც
ჩვენ 2020-ის არჩევნებზე საზოგადოებას ვესაუბრებოდით კოალიციურ მმართველობაზე და მათ შორის მოიაზრებოდნენ, რა თქმა უნდა, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც უნდა გადაელახა ბარიერი საპარლამენტო, ხო? ეს სად არიან ეს ხალხი? რატო გაცაკევდნენ ამ პროცესებისგან? როგორ რა შეცვალეს, აბა და მე აუცილებლად 4 ოქტომბერს იმ მთავარ პროცესებისაუბრებ. რა შეცვალეს? აი ბატონულაშა, მე გეკითხებით თქვენ რა შეცვალა მე ბონდო თედორაძე რო გეუბნებოდა თქვენ ბატონულაშა ამ თეთრ ფურცელზე, თაბახის ფურცელზე რო გააფერადეთ და როცა მიეცით ხმა, ლაქა ატყვია იმას და ამის გამო 300 დღე ვდგავარ ქუჩაში. მე რო კარზე დაგიკაკუნებ ეხა კარდაკარის დროს და გეტყვით ბატონულაშა, ისე მოდი არჩევნებზე ეს ფურცელიც კი არ შეუძლია რუსულ ოცნებას, ისიც კი არა აქვს გასკელებული და შეურაცხყოფა არ არის იმ ხალხის, რომლებსაც ვუწოდებთ რომ მოდით არჩევნებზე იგივე კომისიის, იგივე CSKO-ს, იგივე საარჩევნო ტექნოლოგიების, იგივე წინასწარ მანიპულაცია ჩატარებული და ასე შემდეგ. ქართული ოცნების კოორდინატორები და მხარდამჭერები საუბრობენ რომ საერთოდ არ ჩანანო არც კოორდინატორებს ხელფასებს არ აძლევენ რაღაც ერთვიანი შტაბები და ის რატომ? იმიტომ რომ გარანტირებული წინასწარ ჩატარებული რუსული სპეცოპერაციით დადებული აქვს ის შედეგი, რომელიც მათ რომ კითხოთ უნდა დაიწერონ, მაგრამ ჩვენ არ დავაწერინებთ ამ ციფრს. სწორედ ამ არ დაწერის მთავარი ლაიტმოტივი გადის 4 ოქტომბრის. აი რა იქნება 4 ოქტომბრის, როგორ არ დააწერინებთ? ანუ რა გამოდის, როგორ აპირებთ ამ პროცესის მართვას, რომელიც დაანონსდა, ხო, რის გამოც ხაბეიშვილი პრინციპში პატიმრობაშია დღეს, ხო? აი როგორ ხედავთ ამ პროცესს ზოგადად, მათ შორის ოპოზიციის იმ წარმომადგენლების მიმართ, რა შეგიძლიათ თქვენ დაპირისპირებულმა მხარემ, სხვანაირად მოფიქრალმა მხარემ ოპოზიციაში გააკეთოთ, რომ ეს არჩევნები არ შედგეს, ეს არის თქვენი პრინციპი, ხო, პრინციპში. ნახეთ, ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო ყავთ დაჭერილი. მაგრამ მოდი გავიხსენოთ, აბა რომელ რიცხვში დაანონსა პაატა ბურჭულაძემ და მოძრაობა რუსთაველმა 4 ოქტომბრის აქცია, რასაც შემდეგ რა თქმა უნდა შეუერთდა ლევან ხაბეიშვილი და შემდეგ ჩვენი პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილებით რა თქმა უნდა გავიზიარეთ სულისკვეთება და ბოლომდე უერთდებით, ვღებულობთ მონაწილეობას მოძრაობა რუსთაველის პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული 4 ოქტომბრის მასშტაბურ აქციაში. ლევან ხაბეიშვილი არ მოკლათ ცემით ახალგაზრდები არ გაანადგუროთ, სახეს ძვლები არ დაუმტრიოთ, ამ უკანონო დავალებას თუ არ შეასრულებ, ხელისუფლება როცა შეიცვლება ბიუჯეტიდან თქვენ მოგეცემათ პრემია და ამის გულისთვის, მაგრამ თავარი აქ რა არის, იცი? ლევან ხაბეიშვილის ენთუზიაზმა, ლევან ხაბეიშვილის მონდომებამ, იმ საუბარმა, დამაჯერებელმა სხვათა შორის და რაზეც ისაუბრა ყველა პროცესი რომ ხდება და მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში, ამის შეეშინდა ბიძინა ივანიშვილს, ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილს თვითონ მიიჩნია უკვე დამარცხებად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე რომ ის ადგილას ყოფილიყავი, არასდროს არ ვიქნები, მაგრამ მაინც არ მოვკიდებდი ხელს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლის განცხადებებიც მე არცად არ მეკერება და არ მეშინია და არ ვალაპარაკებდი საზოგადოებას, რომ პლუს კიდევ ერთი პოლიტიკური დიდი ორგანიზაციის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე ყავს ციხეში და ამ პარტიის დამფუძნებელი 4 წელია პატიმრობაშია და მიუსვა მას გვერდით მიხეილ სააკაშვილს, არ ვალაპარაკებდი ამას, მაგრამ თვითონ იწამა ეს მარცხი. სწორედ ეს მუხტი არის დღეს ბატონულაში საზოგადოებაში, რომ ჩვენ გვჯერა გამარჯვებით. ჩვენ გვჯერა გამარჯვებით. აი ვინ იღებსო გახარიას პარტიიდან კითხვას სვამენ მაგალითად, ვინ იღებსო იმ შემთხვევაში პასუხისმგებლობას თუ ამ პროცესის ფლუსტრაცია მოხდებაო მაგალითად, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმ გეგმაზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ. პოლიტიკოსები, რომლებიც სვამენ კითხვით ნიშანს 4 ოქტომბრის სახალხო ეროვნული კრების მიმართ, თუ სიტყვას თუ ხმარობენ, ისინი იქ არ უნდა მოვიდნენ და არ უნდა დადგენ. აი მე მაინტერესებს, აი პირდაპირ მივეკითხო, ბრძოლაში მიდიხარ, აი თუ ნიშნავს მაგათ პროცესს, რომელიც რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობენ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, რომელს აჯობებს. იქ თბილისში 4 ოქტომბერს რუსთაველზე პარლამენტის შეკრებილ საზოგადოებას სიტყვა თუ ვერ გაიგონებენ. იქ შეკრება მრავალათასიანი 100,000-ობით ქართველის ნიშნავს გამარჯვებას და სწორედ ამ პროცესის მონაწილე უნდა გახდეს მთელი საქართველო და მე ძალიან მინდოდა და გული მაგაზე მწყდება მათ ნაცვლად, რომ ამ პროცესის მონაწილეები უნდა ყოფილიყვნენ ისინი და არა რუსული სპეცოპერაციის მონაწილეთა ეგრეთ წოდებულ გაправებაში. ეს გაправებაა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მათ მიერ მცდელობა, თუმცა
ამ პროცესებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, ვინ რომელი სიტყვის და რომელი პარტიული იდეოლოგიის და მისი ნათქვამის მიმდევარია და მხარდაჭერია და თუ ინარჩუნებენ ამ პრინციპებს. ამ უპრინციპო პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებზე მაქვს საუბარი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ყველა ეთერებში ისინი ხედან ძირითადად ტელევიზიებში და ერთ დღეს ერთ საუბრობენ, მეორე დღეს მეორეებს საუბრობენ. ამან ლუსტრაცია გააკეთა ამ პროცესების. დარჩა საზოგადოება ეროვნული შეგნების, რომელსაც უნდა უკეთესი მომავალი განათლება, პროდასავლური კურსი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტები და ასე შემდეგ. რამდენად მიღწევადია ეს ფონდო? ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩვენ გვექნებაო ადეკვატური რეაქცია ყველა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იყოსო ძალადობის მატარებელიო. აი, როგორ წარმოგიდგენიათ 4 ოქტომბერი დაანონსებული ეს მშვიდობიანი რევოლუცია და შემდგომი პერიოდი, ხო? ეს 4 ოქტომბერი არის რაღაც ათვლის წერტილი, ხო, რომ თავიდან ადამიანებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ აქ საუბარი იყო, რომ 4 ოქტომბერს ყველაფერი დაიწყებოდა და დაასრულებდა ოპოზიცია, ხო? თუმცა მე განმარტებები მოყვა ამ თარიღთან დაკავშირებით განცხადებას, ხო? აი, როგორ წარმოგიდგენიათ მათ შორის ქართული ოცნება, რომელიც წყარადაა, მიუხედავად ოპოზიციის საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილის დამოკიდებულებისა, მიუხედავად საერთაშორისო იზოლაციისა და მოწოდებებისა, ქართული ოცნება არ ცვლის თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ანონსშიც ამაზე ვსაუბრობდი და მონოლოგში პრინციპში, ხო? ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესების მართვა? ბატონო ლაშა, ამაზე უფრო სუსტი ქართული ოცნება არასდროს არ ყოფილა. ამას ვისმენთ ჩვენ უკვე 10 წელია. მე როგორც მოკალვარ. გეტყვით და მე ფაქტები შევაგაროთ. როდესმე ამ 13 წლიანი მართლობის, რუსული მართლობის დროს ბოლო 1 წლის შიგნით მათ დაპირისპირების ეს ესკალაცია, ეს დონე ჰქონდათ როდესმე აი ბოდიშვიხტი, მაგრამ ერთმანეთს დედა უტირეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ესროლეს თუ ასროლინეს ხოცვაზე არიან ერთმანეთის გადასული და თქვენ ამბობთ, რომ ურთიერთობა და გუნდი, სადაც ერთმანეთს ზიარაღებით სდებენ, ის გუნდი ძლიერია? არა, ეს მე არ გეუბნებით, რომ ის ძლიერია, მე გეუბნებით ოპოზიციის პასუხისმგებლობის მოჩვენებითია ყველაფერი, ეხლა მუსკულების თამაშია მათი მხრიდან, თუმცა მოდი ვთქვათ ასე, რომელი აქცია ჩატარებულა საქართველოში რუსული მმართველობის წინააღმდეგ და რეალურად საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელს აფასებს ნებისმიერი დაკავებულის ქმედებას კანონდარღვევად. არც ერთი კანონდარღვევა არ ყოფილა არც ერთ აქციაზე, თუმცა მაინც ხდება დაკავებები. ზუსტად ჩვენ გამამად უნდა ვთქვათ, არა მარტო დაკავებები, ცემა და დევნა, მათ შორის ქალების და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვთქვათ ასე, ბატონო ლაშა, ჩვენ იქ არ მივდივართ იმისთვის, რომ იმათმა ჩვენ გვცემონ. ჩვენ იქ მივდივართ კონკრეტული გამარჯვების დასაფიქსირებლად, წერტილის დასასმელად და ამას ძალიან ბევრი ხალხი ჭირდება ქუჩაში, რომელიც გამოვა. არავითარი კანონდარღვევა იქ არ იქნება. კანონს ისინი დაარღვევენ, ჩვენ დავხტებით და გავცემთ შესაბამის პასუხს. არ ვაპირებთ ჩვენ სხვათა შორის, არ ვაპირებთ საზოგადოება, აი მოდი მზია ამაღლობელზე ვთქვათ რა. როგორმა პოლიციამ უნდა დაგვარბიოს და როგორმა პოლიციამ უნდა გვემსახუროს საქართველოს და ვინ ბიჭები უნდა იდგნენ ფორმაში ქალის გაწნულზე სასამართლოებზე რომ გამოდიან და ლოყა მიწითლდაო ეს ამბავი არის საერთოდ ნონსენსი არის სამართლებრივად მორალურად აჭარაში თქვენ რო სვამთ რომ არის თუ არა ეს მუხტი ნებისმიერ საზოგადოების წევრს რო კითხო იმიტომ არის გაბრაზებული ზუსტად აი ამათი უგუნურობის ზიამაღლობელის საზოგადოება 100,000-ობით გაბრაზებული და გამოსული ჩვენ გვინახავთ ფონდო მე გეკითხებით ოპოზიცია რატომ არის ასეთი სუსტი რომ პროცესების მართვას ვერ ახერხებს ხო რატომ არის დაუშვათ უძლური ქართულ ოცნებასთან პაექრობაში დებატებში არის ყველაფერში მაშინ როდესაც შემთხვევით არ მიკითხავს რომ ქართული ოცნება უკან არიხებს და თავის გადაწყვეტილებებში ყოველთვის მიყვება მის დღის წესრიგს თქო შემთხვევით არ მithქვამს იმიტომ რომ მასზე ზემოქმედების მოხდენას ვერანაირს ვერ ახერხებს ოპოზიცია და მე თანხმობით ალბათ საერთაშორისო ორგანიზაციაც კი ვერ მივხვდი რასაც კითხულობ ნახეთ აქამდე აქციები რომელიც მრავალათასიანი 100,000-ობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში ძირითადად იყო სპონტანურ დღის წესრიგზე და ანუ რას ვამბობ მიიღეს რუსული კანონი დაანონსეს გამოვიდა 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში და ასე შემდეგ მაგრამ
თქვენ ბატონო ლაჩა ხო არ ფიქრობთ რომ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში ის რუსული ოცნების ქართველი წარმომადგენლები არიან, რომელთა სახელგვარებს ვკითხულობთ. ჩვენ რეალურად რუსეთს ვებრძვით საქართველოში. კეკებე ზის მათ კაბინეტებში და ამ ხალხს ვებრძვით და ამის ფონზე ოპოზიცია რა თქმა უნდა იყო ბევრი შეცდომა და ასე შემდეგ, თუმცა დღეს ახლა ერთი მთავარი არის რა? დაანონსდა 4 ოქტომბერი, რომელმაც ეროვნული მუხტი და ტალღა აწია და აქციაზე მომსვლელმა ადამიანმა ზუსტად იცის რისთვის მიდის იქ და რა უნდა გააკეთოს. არ არის ეს თარიღი ქართული ოცნებისთვის უმნიშვნელო, უმნიშვნელო არის შეთანხმები, არ მიდის იქ ადამიანი იმისთვის, რომ მოისმინოს კონკრეტული პოლიტიკოსების სიტყვის გამოსვლა და წამოვიდეს სახლში და არ ჩვენ ვაპირებთ ამ სიტყვებით გამოსვლას და რახარუხ სიტყვების იქა და ჩვენ ვაპირებთ იქ ბოლომდე დგომას და 4-შივე გამარჯვების გაფორმებას. ანუ კონკრეტულად ვის პასუხისმგებლობას ხედავთ ამ და ასე შემდეგ. 4-ში როგორც მოძრაობა რუსთაველი, მისი სულისჩამდგმელი პაატა ბურჭულაძე და შემდეგ ის ხალხი ვინც შეუერთდით და რა თქმა უნდა ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ჯერ მოკლეს სასიკვდილო ცემეს. მე არ გატყდა ეს კაცი, მე შემოუთვალეს საზღვარგარეთიდან უჩამოხვალ დაგიჭერტო. ჩამოვიდა, მოიტანა ეს მუხტი, აწია, გახდა ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სახე და დღეს ციხიდან აკეთებს იმას, რასაც რეალურად თავისუფლებაზე მყოფი სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც არ არიან ამ პროცესში აქტიური მონაწილეები და პაატა ბურჭულაძე ახსენებდათ მისი ესეთ პოსტი იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიელონიანის კანონიერი ქურდიშვილის ქორწილში იყო და ეს სადღეგრძელო რუსულად წარმოთქვა, დღეს არ ყოფილა შემთხვევით ალბათ, დღიმსთა ერთ-ერთი მთავარი თემა ყველა სააგენტოები და მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერები ძალიან აქტიურად აზიარებდნენ, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი ბონდო ბოლოსკენ რო წავიდეთ, მაინც პასუხისმგებლობის ნაწილი არის ალბათ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ჩვენ ვიხილოთ 4 ოქტომბერს, ვინ აიღებს კონკრეტულად ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, როგორ ხედავთ და როგორ წარმოგიდგენიათ ამ დღის დასასრული და შემდგომ გაგრძელება. თქვენ კარგად იცით, რომ 4 ოქტომბრის აქცია დაანონსდა დროშების რევოლუციად და მე ამ სიტყვას არ უშინდები, სხვათა შორის ძალიან მომწონს და მე ჩემს შვილებთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც პირიქით ჩემი მხარდაჭერა ჭირდება, გვერდში დგომა, გავდივარ იმ ხალხთან ერთად. ამიტომ ეს ნიშნავს რას? მე არ ვაპირებ, რომ ჩემი შვილი ჩემსავით 24 საათი რუსულ მმართველობას ებრძოდეს და იდგეს ქუჩაში და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამის გამკეთებელია. ამიტომ ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ, ამას ვიწყებთ 4-ში და ეს დასრულდება 4-ში. 4-ში მეგობრებო, ყველანი მოვდივართ რუსული დროშებით, ავცხადდებით სპეცოპერაციის დანიშნულების, რუსული სპეცოპერაციის დანიშნულების პუნქტებზე და არ ვაკეთებთ ამით ქართული ოცნების საქმეს, გამოვდივართ ქუჩაში ერთმანეთის განადგომით, ერთმანეთის მოშიგომით, ერთმუშტად შეკრული ვამარცხებთ რუსულ რეჟიმს საქართველოში. მადლობა ბონდო თედორაძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი. პასუხობდა ჩვენს კითხვებს, როგორც ხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური ვნებები პიკს აღწევს, ამ ფონზე საინტერესოა მოვისმინოთ მართველი პარტიის პოზიცია. ქართული ოცნება რჩება მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ და მისი ხედვა ბუნებრივია დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის მომავალზე. მართველი პარტია ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებულ ბოიკოტს, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას განიხილავს ხელისუფლების წარმომადგენლები, აქტიურად აცხადებენ, რომ ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება მათი წარუმატებელი პოლიტიკური სტრატეგიის შედეგია. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რაც მართველი პარტიის აზრით დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალის მორიგი მცდელობა, თავი აარიდონ ხალხის ნებას და საკუთარ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას მათი აზრით ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივებას. ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკურ დღის წესრიგში მოექცა ოპოზიციის მიერ დაანონსებული 4 ოქტომბრის ახალი მშვიდობიანი რევოლუციური პროტესტების ტალღა. ქართული ოცნება აცხადებს, რომ ამგვარი განცხადებები ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ქართული ოცნება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება მიაქციოს ოპოზიციის ქმედებებს და მხარი დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიულ და მშვიდობიან განვითარებას.
თუმცა როგორც შიდა პოლიტიკურ ველზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, ისევ დაიგნორებულია ქართული ოცნები და მის მიერ შექმნილი ხელისუფლება, რომელსაც არალეგიტიმურად მიიჩნევენ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული კაბალური კანონებისა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გამო, როგორც უკვე მოვისმინეთ ჩვენი პირველი სტუმრისგან. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში ქართული ოცნების წარმომადგენელთან ერთად წოდნი ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უპასუხებს ჩემს კითხვებს. მოგესალმებით ბატონო წოდნე, მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელეაუდიტორიას. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. მოკლედ დავიწყოთ საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით. ბუნებრივია არჩევნები და მისი თამდევი პროცესები, პოლიტიკური პროცესები, რომელიც პიკს აღწევს, რაც უფრო ახლოვდება 4 ოქტომბერი, არის აქტუალური და არა მარტო ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ველზე, არამედ ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან აქტიურად აკვირდება. როგორ ხედავთ არჩევნების დღეს, მასობრივი მობილიზების შედეგებს, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუციის მოსაწყობად, მაშინ როდესაც ლელო ამბობს მაგალითად, რომ ქართულ ოცნებას თბილისში 22-23% აქვსო, არის თუ არა თქვენთვის ბოიკოტი ერთგვარი მაშველი რგოლი ქართული ოცნებისთვის თქვენი დაკვირვებით, როგორც ამას არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები ამბობენ. ხედავ ხოლმე თქვენს აქტიურობას ამ არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელებიდან და ალბათ საზოგადოებასთან ამ კონტაქტიდანაც იღებთ გარკვეულ უკავშირს და იცით განწყობები როგორია. როგორ ხედავთ ამ პროცესს? მადლობა კითხვისთვის, რაც შეეხება პროცენტების შესახებ თქვენი კითხვის ფორმულირებაში ნათქვამს, არ ვიცი სადაური მკითხაობა, როგორი მკითხაობა. ხო, ეს ლელოს მონაცემებია დავაკონკრეტე კიდევაც. კი ბატონო, მათ გასაგონად ვამბობ ამ შემთხვევაში, წარმოუდგენელია რაიმე ტიპის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარო დღეს, ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ლოკაციით ან ალოკაციით და ის პროცენტი მიიღო, რა პროცენტზეც არის საუბარი. ეს ერთი. მეორე და რაც მთავარი და მნიშვნელოვანი, ასევე უკავშირის ნაწილიც ახსენეთ მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კანდიდატებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს, მერობის კანდიდატებს, ადგილობრივი არჩევნებია, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ბუნებრივია, ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზეა, უფრო კარგად იცნობს, ცხადია, ადგილზე არსებულ გამოწვევებს და ასევე მოსახლეობა საკმაოდ ინფორმირებული არის ქვეყანაში და ზოგადად იმ პროცესების ირგვლივ, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორებთან მიმართებით. შესაბამისად, ის საკითხები, რაც თქვენ კითხვაში ახსენეთ, რაც არჩევნებს უკავშირდება, კენჭისყრის დღეს უკავშირდება და ეგრეთ წოდებულ დაანონსებულ რევოლუციას უკავშირდება, არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდანაც საკმაოდ დიდი კრიტიკის ნიაღვარი მოყვა ამ ყველაფერს. ჯერ ერთი რომ დაანონსებული რევოლუციები პოლიტოლოგიაში როგორ არის სკეპტიკურად აღქმული, ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა დამეთანხმებით თამაში. მე მგონი თუ გადავხედავთ რევოლუციების თუ არჩევნების თუ მსგავს ტიპის პოლიტიკური მოვლენების ისტორიას, გარკვეული თარიღის დათქმა ეს ცოტა არ იყოს არასერიოზული ან ისეთი აღქმარი ამ ყველაფრის, რომელსაც რეალობასთან და ზოგადად პოლიტიკური ტრადიციების მნიშვნელობასთან ან გამოსტილებასთან ნაკლებობა აქვს. მეორეც ოპოზიციაში რამდენად ხედავთ ამ რესურსს ან საზოგადოებაში, ჩვენ თუ გავიხსენებთ იგივე პროტესტის პირველ დღეებს, ცოტნე 100,000-ობით ადამიანი ნახეთ ქუჩაში გამოსული. თქვენ ხედავთ დღეს ოპოზიციის 100,000-ობით ცოტა გადაჭარბებული მგონია, თუმცა რაოდენობა იყო. ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები იყვნენ გამოსულები, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ქვეყნის ევროპული მომავალი. ხო, ეს დათვლა ზოგადად ქართულ პრაქტიკაში ცოტა სადაო საკითხია ყოველთვის. თუმცა არსებობს კვადრატული. კი ბატონო. თუმცა ჩვენ ხედავთ ასევე ოპოზიციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. ასე შეფუთეს ბატონო ლაჩა ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპასთან ინტეგრაცია და გაცხადებული საგარეო კურსი არასდროს არ ყოფილა საფრთხის ქვეშ, მით უფრო თუ რაიმე არ არის დღეს თქვენ დაგვირვები რაიმე ხელშესახები ყოფილა
ეგ ყოფილა რა თქმა უნდა ქართული ოცნების მმართველობის დროს. ეს იყო ამგვარად შეფუთული საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების გამო და საერთოდ არა აქვს რეალისტური კავშირი სწორედ ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის შემთხვევაში. იმ განცხადებების ფონზე რომელიც ევროპელი ლიდერების კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს შევხედოთ და ევროკომისიის შეფასებებს შევხედოთ. მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას შევხედოთ ტრიოში. ეს ხო ყველაფერი პოლიტიკური ნარატივის ნაწილი იყო. ეს ხო ყველაფერი მაშინ შეიცვალა როგორც კი დაიწყო ომი შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში. ხო ამას მისდევს გენერალური ხაზი. ეს ყველაფრის აჩრდილია, ამის აჩრდილია. ამას ხო მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს. ძალიან კარგად დაინახა გასულხედავს პოლიტიკურ ნიშნით დაკავებულ ადამიანებს. თუ ხელშესახები რაიმე ევროკასთან ინტეგრაციის ნაწილში მოხდა, ეს ხო მოხდა ოცნების დროს. ასოცირების ხელშეკრულებით რიტორიკა შეიცვალა პირველ რიგში და ამას მოყვა კონკრეტული ქმედებები, ხო? ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან რიტორიკა რამდენად ორმაგი სტანდარტის იყო და არასამართლიანი. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და კიდე გამეორდები. თუნდაც ის რეზოლუციები, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, სტრასბურგის სხვაგვარად თვლიდა, რეზოლუციებში აბსოლუტურად სხვა ტექსტი იყო. დაუშვათ კომისია, ევროკომისია სხვაგვარად თვლიდა. რაღაც ევროპულ პერსპექტივას დღეს საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტული დავალება მოგწეს მათთვის ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. კონკრეტული ქმედებებით რაც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებას იმპლემენტაციას გულისხმობს და ზოგადად პოლიტიკურ მიმართულებას გულისხმობს და იცით რომ კონსტიტუციური ნორმა აქვს მმართველ გუნდს ამაზე მიღებული და ყველაფერი რაც შეიძლება უკავშირდებოდეს საფრთხის აღქმას არის სწორედ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე და არის სწორედ აჩრდილი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარე პოლიტიკური პროცესების. გასაგებია თქვენი პოზიცია, თუმცა ყველაფერი დღესავით ნათელია, ასევე აი დღესავით ნათელია და ზუსტად ამას დაუბრუნდეთ. თვითონ სალომე ზურაბიშვილი ხო ამბობდა რომ 2022 წელს შეიცვალა ყველაფერი. 2022 წელს არ დაიწყო ეს დაუსრულებელი ომი. მას შემდეგ არ დაიწყო სანქციებზე საუბარი, რეზოლუციებში სანქციებზე მიერთებასთან, კანდიდატის სტატუსის გადავადებასთან დაკავშირებით. ამასთან არ იყო კავშირი. რაიმე ახალს ოპოზიციის და საზოგადოების ახალს ამბობ. ცოტნე. ამ კანონებით ოპოზიცია და შუაშია დონალდ ჯონ ტრამპი არ გახდა პრეზიდენტი. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რუსულ კანონად აღქმული კანონი, ეგრეთ წოდებული აგენტების კანონი, ასე რომელიც სიტყვას არ მიეღო ხელისუფლებას. რუსული კანონი, შემზღუდავი კანონები. ევროპის ტერმინი ახსენე. ევროპიდან ესეც არის ტრენდი, ასეთი მკაცრი. ესეც არის ტრენდი, რუსული კანონი, რუსული ოპოზიცია, ხო გესმოდათ, როცა ოპოზიციაში იყო იგივე დღევანდელი პარტნიორები დღეს ნაციონალური მოძრაობის პარტნიორები არ გახსოვთ თქვენ ხო ჟურნალისტიკაში იყავით საინფორმაციო ჩართავდი უკაცრავად საინფორმაციო ჩართავდი 2013-12 წლებში და ყველა საინფორმაციო გამოშვებაში დამონტაჟებული იყო სატელეფონო ზარები თითქოს მოსკოვიდან განახორციელა ვიღაცამ და ასე შემდეგ არ გახსოვთ ეს სისხლის სამართლის ფეიქის სამართლის საქმეები რუსული მტრის ხატის შექმნის ნაწილი ეს არის დატრენდილი კარგად ნანახი და რა თუნდა რაშვაშია ისა არია რუსეთი ისედაც ხო რუსეთი ოკუპანტია მაგაზე კი არ ვამბობ ოპონენტებთან ბრძოლის ტრენდზე ვამბობ და ამაზე ექსპერტებს შალვანათელაშვილს არა უძრეს საქმე 2007 წელს რუსეთიდან დაუერთეს მტრის ხატის შექმნის ნაწილი არის ძალიან არსებით თორე რუსეთი რომ ოკუპანტია და 20% აქვს ოკუპირებული ამაზე არ დავთ ხო და ვინც საქართველოს ისტორია მეტნაკლებად იცის მათ შორის ქართლ-კახეთის და ავტოკეფალიის გაუქმება მე მგონი ამაზე ლაპარაკი არ ჭირდება ჩვენ ვამბობთ შიდა პოლიტიკური ოპონენტების ნაწილში გამოყენებას რომ ყველაფერი რაც შენს ინტერესებში არ შედის და არ ქვა რუსული ყველაფერი რაც შენს ოპოზიციას რაღაცებთან მიმართებით რომ ისინი სწორედ არა ხელისუფლება არამედ ოპოზიცია იქცევა რუსულად ისინი ასრულებენ რუსულ დაკვეთ ტრადიციები ეს რუსეთი ტრადიციებით პოლიტიკური თემი დაუსრულებელი სერიალია
ნაციონალური მოძრაობის და როგორ ხედავთ რევოლუციის 4 ოქტომბრის ხედავთ თქვენ განწყობებს საზოგადოებაში ხედავთ განწყობებს რომ რევოლუციური განწყობა იყოს აკა ჩემი განწყობები არ არის ალბათ საინტერესო უფრო მესმის ჟურნალისტი ხარ თავისი კავით მაგრამ მე ვერ ხელისუფლებაზე გაბრაზებული საზოგადოების აბსოლუტური ნაწილს მე იმიტომ დავსვი ეს კითხვა რომ თავად მინდა უპასუხო ისე თქვენი კითხვის ესე ვთქვათ სულისკვეთებიდან გამომდინარე რომ საზოგადოებაში რომ ეს განწყობა არ არის და მათ შორის ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ყველაფერს ბრიყობას ეძახის ამას ისმენს ჩვენი საზოგადოება და ეს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ smartphone-ებშიც და მათ შორის თქვენს პლატფორმაზე ხო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები ეგრეთ წოდებულ რევოლუციასთან დაკავშირებით რამდენი რამ შესაძლებელია იყოს კომპონენტი გაბრაზების ნაწილი ახსენეთ მაგრამ ეს რაღაც ნაწილის ასევე შემადგენელი ნაწილია თუ რევოლუციას კომპლექსურად მიუდგებით და არანაირი ნიშანწყალი ამასთან დაკავშირებით არ ჩანს. ლევან ხაბეიშვილი, რომელთან დაკავშირებითაც იყო პოლიტიკური თქვენთვის ლაპარაკობთ პოლიტიკური კონტექსტში. თუნდაც იმ სხვადასხვა შეფასებები იყო, რომ წარმოუდგენელია, რომ რევოლუციურ ლიდერად, ეროვნულ ლიდერად იყოს წარმოდგენილი ეს განცხადებები ეს განცხადებები სხვათა შორის თუ მისი პერსონა უმნიშვნელო იყო რატო დააკავეს და ვინმე თქვა ან განაცხადა ან შეაფასა რომ მაგის გამო დააკავეს მე ვამბობ ახლა სწორედ იმ განცხადებებს რომელთა ავტორები 24/7-ზე ხელისუფლების კრიტიკით არის დაკავებული რომ არ შეიძლება წარმოუდგენელია რაიმე ეროვნული ლიდერის შექმნა ამ ადამიანისგან ახლა დისკრიმინაციული კი არაა ეს განცხადება მეც რაღაც ნაწილში ამ შეფასების ნაწილში უნებრივია და დარწმუნებული ვარ თქვენ როგორც ჟურნალისტი რომელიც არ გამოხატავთ ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტიდან გამომდინარე თქვენს აზრს ღიად დარწმუნებული ვარ რომ შინაგანად თქვენ გამოცდილებაც იმას გეუბნებათ რომ წარმოუდგენელია ახლა ლევან ხაბეიშვილმა რევოლუცია მოახდინოს წარმოუდგენელია ხო არა თანმიმდევრული გადაწყვეტილებით პაატა ბურჭულაძეს განცხადება როცა იძახის რომ 4-ში რევოლუციას ვაკეთებთ მაგრამ 3-ში უკვე ოცნება წასული იქნება აი სიტყვით ვამბობ ციტირებ ამ განცხადებას შეიძლება ეხა ეს სერიოზულად აღიქვას და როცა ამ გადაწყვეტილებას მათ შორის ოპოზიცია შესაძლებელია იყოს შედარებით რაციონალური ამ ნაწილთან მიმართებით ეუბნებათ რომ დაანებეთ ამ თარიღების დათქმას თავი დაანებეთ ამგვარი ტიპის გადაწყვეტილებას იმათ მოღალატეებს ეძახიან ესენი ბრიყვებს ეძახიან ესენი ოპოზიცია რომ ისინი არ არიან კარგ ფორმაში ისინი ვინც რევოლუციის სცენარს არარეალურად მიიჩნევენ და მართლა არარეალურია ისინი რევოლუციონერებს ეგრეთ წოდებულს ბრიყვებს ეძახიან ესენი კიდე ამათ მოღალატეებს რა აჯაფსანდალი ეხა ძალიან რთული გასაგებია ხელისუფლება რამდენად შესაბამის ფორმაში ამასობაში ჩვენ ვხედავთ რომ ოპოზიცია არ არის კარგ ფორმაში გასაგებია კარგი კითხვა ხელისუფლება არის იმ ფორმაში რა ფორმაშიც უნდა იყოს როგორ საერთაშორისო არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე როგორც უნდა ჩატარდეს და ამ არჩევნებს კანდიდატს უნდა შევხედოთ ვინ აღიარებს არ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა აღიარება თქვენ მიიღეთ უარი შეთავაზებაზე 2020 წლის 2020 ეუთოოდირი ზოგადად პრაქტიკაში იცით რომ იშვიათად ადგილობრივ არჩევნებს აკვირდებოდეს მაგრამ 2020 წლის არჩევნები და ბოიკოტი გვახსოვს ყველას ხო? დიახ 5 წლის წინ იყო გასულ წელს რაც მოხდა მათ შორის ეუთოოდირმა რომ კონკურენტული იყო არჩევნები ეს ჩანაწერიც ხო გვახსოვს გვახსოვს რა დამოღრავს სხვა ბერსეს მიმართ რა განცხადებები იყო ხო გვახსოვს ეგ დარღვევებთან დაკავშირებით მათ შორის ამერიკაში საფრანგეთში და გერმანიაშიც იყო ამაზე საუბარი მაგრამ ამან შეცვალა რაიმე დღის წესრიგი ხელისუფლების წყარო კონსტიტუციით არის ქართველი ხალხი დიახ ქართველი ხალხი ირჩევს და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს რასთან აქვს საქმე და ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ რომ სხვა ხელისუფლება ყოფილიყო დღეს საქართველოში რა მდგომარეობაში იქნებოდა ეს ქვეყანა ზუსტად იმ კონფლიქტებიდან, იმ ომებიდან გამომდინარე, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ჩვენს სახელმწიფოზე, მე მგონი ნებისმიერი ქართველი ამას ობიექტური ქართველი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. დაინახა გასულ წელს და დღესაც ძალიან კარგად ხედავს და მოსახლეობასთან პირისპირ უშუალო დიალოგის ნაწილშიც ეს ძალიან კარგად ჩანს. არჩევნების ნაწილს რო შევხედოთ, შეხედეთ ჩვენს კანდიდატებს, საარჩევნო კამპანიას. აი ავიღოთ თუნდაც ეხა ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან კი ბატონო ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან მოვდივართ შეუძლებელია ხო ისეთი კანდიდატი წარუდგინეთ
პირდაპირ წესით ასარჩევია ბატონ ირაკლის ესხაზის გულისხმობს შეუძლებელია პოლიტიკურად და მორალურად დააზიანო ეს ადამიანი. გასაგებია. არის ყველანაირი შესაძლებლობა ამომრჩევს. ან რა რაოდენობის ალბათ გავხთ ამაზე საუბარი, ხო? მათ შორის ახსენეთ ახლა თქვენ ზოგადად მოგეხსენება, ამომრჩევლის რა რაოდენობას ელოდება. წეგანო ახსენეთ გარკვეული სპეციფიკა ადგილობრივ არჩევნებთან და საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით დამკვირვებლის კონტექსტში, თუმცა როგორც წესი პრაქტიკა ამას აჩვენებს, აქტივობა დაბალია ადგილობრივ არჩევნებზე, ვიდრე საპარლამენტოზე. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანს ხვდებით დღის განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანის განწყობა ვიცით და ბევრი ქართველი არჩევნების საყოველთაო საერთო საქმეა და ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე აპირებს მივიდეს არჩევნებზე და მშვიდობასა და განვითარებას დაუჭიროს მხარი. ეს არის მოცემულობა და 64 მუნიციპალიტეტში ამის რეალური შანსია, იცით თქვენ. პრინციპში აბსოლუტური დიდი კონკურენცია არც და ჩვენს რეგიონსაც რო შევხედოთ, მით უფრო ეხა იცით თქვენ ძალიან აქტიურად შეუდგა რეგიონის წინაშე არსებული საკითხების სამართლიანად პოზიტიურად გადაწყვეტას ბატონ სულხან თამაზაშვილი, რომელიც ახალი ხელმძღვანელია და მას აქვს თავისი პოლიტიკური წონა, რომელიც რა თქმა უნდა დადებითად აისახება ჩვენ საარჩევნო კამპანიაზე და შედეგებზეც ჩვენს რეგიონში. მადლობა ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის, საგითთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების წარმომადგენელი საუბრობდა ჩვენს ეთერში. ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. გადაცემის დასკვნით ნაწილში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ექსპერტულ მსჯელობას შემოგთავაზებთ. ჩემს კითხვებს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია უპასუხებს. არჩილ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ. არჩილ, ოპოზიციურ ფლანგზე არსებული დაპირისპირება, ერთი ნაწილის ბოიკოტი და მეორეს მონაწილეობა აშკარაა, თქვენი აზრით, რამდენად აზიანებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სტრატეგიები მთლიანად ოპოზიციურ ველს და რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება მოყვეს ამ დაყოფას არჩევნების შემდეგ თქვენი აზრით და თქვენი შეფასებით? თავისი არსით, ლაშა, სტრატეგიების განსხვავებულობა არ შეიძლება თეორიულად აზიანებდეს პროცესს, თუკი ამ ეგრეთ წოდებული ერთიანობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში პრაქტიკულად ერთიანობის მიღწევა იყო ყოველთვის პრობლემა და მე ამას არ გამიხილავდი, როცა ამაზე იყო ლაპარაკი, როგორც რეალისტურ პერსპექტივას, შესაბამისად ამოდიოდი იქიდან რა შეიძლება მოხდარიყო, მაშინ როდესაც ერთიანობა არ არის. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი რაც შეიძლება ყოფილიყო ეს საინტერესო შეფასებები თქვენგან ძალიან ხშირად ამ ერთობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად თქვენი კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრებებიც დაგიფიქსირებიათ მათ შორის ჩვენს ეთერში და ფაქტობრივად ასე წავიდა საქმე. თუ ესე რაღაც პრაქტიკულად ვიტყვით, ზუსტად თქვენი შეფასების შესაბამისად წავიდა ყველაფერი. დიახ, ისმენთ არჩილ. ხო, სამყაროდ ასია, იმიტომ რომ ამდენი წელი ახლა აღარა ვარ პატარა ასაკში, არც მე და არც თქვენ და მთელი ჩვენი მოზარდობიდან მოყოლებული წლების განმავლობაში ვუყურებთ იმას, როგორია ქართული პოლიტიკის შინაარსი და ქართველი პოლიტიკოსის ბუნება და ამისი ვარაუდი ახლა ქართული არ ყოფილა და დიდი პროფესიული ცოდნა არ სჭირდებოდა ამას. მაგრამ მე რასაც ვუყურებდი, თქვათ, ჩემთვის სასურველი შემთხვევა ის იქნებოდა, თუ კი არ იარსებებდა ერთიანობა სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ყოფილიყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან აი ამ განსხვავებული სტრატეგიების მიმართ რაღაცა შიდა დემოკრატიული პრინციპი და პატივისცემა. ეს პირველ რიგში გააძლიერებდა და დაახელოვნებდა უფრო მეტად ოპოზიციური პოლიტიკის შინაარსს და ხელშეუწყობდა კონკურენციას. რატომ? კონკურენცია ეს არის პროცესი, როდესაც მე ვცდილობ ჩემი უპირატესობების ხარჯზე გავემარჯვო ოპონენტზე. აი ის პროცესი, რაც სინამდვილეში ჩვენს რეალობაში ხდება ხოლმე, როდესაც ერთმანეთის დისკრედიტაციის ხარჯზე ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას, ეს კონკურენციის პრინციპი არ არის. ეს არის უფრო რაღაცა ოსაბჭოური, აი დისკრედიტაციაზე ორიენტირებული პროპაგანდა. ამიტომ ჩვენი პოლიტიკის შინაარსში კონკურენტული უპირატესობების ჩვენება კი არ არის წამოწეული წინ, არამედ არის წამოწეული სწორედ პროპაგანდისტული მიდგომები და ეს აზიანებს თორემ განსხვავებული სტრატეგიები რა თქმა უნდა არ დააზიანებდა, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ემპირიული დასაბუთება იმისა, რომ რომელიღაცა სტრატეგია იქნებოდა ცალსახად ან თუ ცალსახად და გარანტირებულად არა არსებითად წარმატებაზე ორიენტირებული,
მაშინ კიდევ შეიძლება რაღაცა სხვა მსჯელობა ყოფილიყო, მაგრამ ამისი არანაირი დასაბუთებული წინაპირობა ჩვენ არ გქონია და როდესაც არ არის იმისი დასაბუთებული და გარანტირებული წინაპირობა, რომ ან ეგრეთ წოდებული რევოლუციური მზადების, ან არჩევნების ასე ვთქვათ, სტრატეგიები და რომელიღაცა იქნება ნამდვილად წარმატებაზე ორიენტირებული, აი ცალსახად წარმატებაზე ორიენტირებული, ამ შემთხვევაში ჯობდა ჩემი აზრით, რომ აი რაღაცნაირად საკუთარ თავი უკეთ წარმოეჩინათ, კონკურენციის პირობა შექმნათ შიდა დემოკრატია და ამითი გაძლიერებულიყო ოპოზიციური პოლიტიკის ხარისხი, რაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში მიუღწეველი აღმოჩნდა და ამიტომაც დავრჩით აი ასეთი კვლავ პროპაგანდისტული მიდგომით, ერთი მხარე მეორის წინააღმდეგ, მეორე პირველის წინააღმდეგ, ისე რომ სახელმწიფო სივრცეს განსაკუთრებული შრომაც არ სჭირდება ოპონენტების ჩასაძლებლად. კიდევ უარესადაა საქმე. ვიდრე წინა წლებში გქონდა და წინა არჩევნებში გვინახავს იმაზე უარესადაა პრინციპში უფრო ხმაგრიზიშია. დიახ. უარესად კი არ არის, მაგრამ უარესი ის არის, რომ უკეთესი არ არის, გესმის? ანუ ეს ჩინაარსი ტაქტიკულად სულ ასე იყვნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ძალიან საინტერესოდ გეწერა თქვენს Facebook გვერდზე დღეს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა ან მონაწილეობასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო პოსტი იყო, სხვათა შორის წავიკითხე და ბევრ რამეზე დამაფიქრა მე პირადად და ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ ხოლმე, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს იყო რაღაცა მოსწრებული ძალიან კარგი მოსაზრება თქვენი მხრიდან. ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციის რისკის ქვეშაა, სრული იზოლაციის და არალეგიტიმურად ითვლება ზოგიერთი ძირითადი მოთამაშის მიერ. არჩილ, თქვენი როგორც ექსპერტის აზრით, რამდენად ახდენს ეს საგარეო პოლიტიკური პრობლემები ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე გავლენას, განსაკუთრებით ოცნების გადაწყვეტილებებზე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ამ ხნის განმავლობაში, რომ ის თავის დღის წესრიგს არ ცვლის ფაქტობრივად, არის მყარად თავის პოზიციაზე და აგრძელებს თავის გადაწყვეტილებების მიღებას ისე, რომ არაფერს არ ცვლის ამ გადაწყვეტილებებში. აი, როგორ ხედავთ ამ პროცესს ამ ფონზე 4 ოქტომბერი, მით უმეტეს რა შეიძლება რისი ცვლილების დასაწყისი ან არ ვიცი რა თარიღი შეიძლება იყოს ამ კუთხით. პირველ რიგში იზოლაციის თემას შევეხები. საქმე იცით რა შეალაშა, რომ სამყარო არ არის ერთგვაროვანი. ანუ იზოლაცია ზოგადად ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ დასავლური ცივილიზებული სახელმწიფოებისგან ხდება იზოლირებული. როგორც არის ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები. აი ამ მიმართულებით საქართველოს ნამდვილად იზოლაციის რეჟიმშია უკვე, უბრალოდ არ არის პიკზე ჯერჯერობით იზოლაციის, რაღაცა კონტურები ურთიერთობის შემორჩენილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ამგვარი იზოლაცია, რომ მარტო არის დარჩენილი, იმიტომ შეხედათ, რომ ქართული ოცნება ცდილობს ჩაანაცვლოს. არ არის მარტო ქართული ოცნება. ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები ავტორიტარულ ტოტალიტარული სახელმწიფოებით. და ჩვენ ამ პროცესს მე ამ ჩანაცვლების პრინციპს ვეძახდი უკვე დიდი ხანი ამაზე ლაპარაკობ ხოლმე. ამ პროცესს ვადევნებ დღესაც თვალყურს. ჩვენი არჩევანი არ ყოფილა რამდენი ათწლეულია უკვე რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, არ ყოფილა ავტორიტარულ ტოტალიტარულ სახელმწიფოებთან ზედმეტი გადამფარვა პოლიტიკის, რომელიც მერე შინაარსზე და ჩვენი შიდა პოლიტიკის შინაარსზეც აისახებოდა. ამიტომაც არის ჩვენთვის ეს იზოლაცია, იმიტომ რომ ჩვენ იმისგან წავედით შორს, რისკენაც ვისწრაფოდით წლების განმავლობაში და ამ ყველაფერში დღეს ხელისუფლება თავისი ხელით ისვამს, რომ აი გამოთქმა არსებობს ფეხებში ცელის გამოსვლას ეძახიან და ამ პროცესში არის და კიდევაც საჭირო არის ის, რომ ამ მის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ ვისთან ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება ახლო ურთიერთობას, იმიტომ რომ ავტორიტარულ ტოტალიტარული სახელმწიფოები თუ ქართული ოცნების ტოტალიტარული ტიპის მმართველობას, ეკონომიკურ პირობას მისცემენ, ანუ ტოტალიტარიზმისთვის ეკონომიკური ფაქტორი და ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ამ შემთხვევაში საერთოდ ერის არჩევანი და სახელმწიფოს მისწრაფება მათთვის საერთოდ არ იქნებოდა საინტერესო. უბრალოდ ესეც ჯერჯერობით მთლად
დახვეწილად ვერ გამოდის. გააჩნია ამ ყველაფერს როგორ აირეკლავს ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეები. ახლა როგორ მტკიცებენ რომ 2200 რაღაცა 20 ლარი გახდა საშუალო ხელფასი და ჩვენ მართლა ძალიან დიდი ცინიზმია ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანის მისამართით არ თქვენა გაქვთ დარწმუნებული ვარ ამდენ შემოსავალი სამსახურებიდან და აცლებ მაქვს თქვენ წარმოიდგინეთ და ანუ ჩვენ რომლებიც ამდენს მუშაობთ რა პატარა წარმატებები გაგვაჩნია ჩვენ ვერ მივდივართ საშუალო დასახელებულ ხელფასამდე და ეკონომიკური ფაქტორი ამისი არ არის ურთიერთობრივი მთელი თაობები უკვე დიდი ხანია წლებია საქართველოში ურთიერთობენ ევროპულ ქვეყნებთან ჩემი სტუდენტები გაცვლით პროგრამებში არიან, მიდიან, ბრუნდებიან და ასე შემდეგ და აი ამ ყველაფრის დანგრევის პროცესი ერთი მხრივ ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული საზოგადოების ნაწილს. რამდენად საკმარისია, აქ საკითხი იმაზე კი არის, მე ყავს თუ არა ქართულ ოცნებას საკმარისი მოწინააღმდეგეს. მეტი საკმარისზე მეტი მოწინააღმდეგეც ყავთ, იმიტომ რომ ვინც კი კონფორმიზმის რეჟიმშია ქართულ ოცნებასთან ის იძულებულია და იმიტომ და არა იმიტომ ასე ხედავთ. ისევ რომ დაუბრუნდეთ საშინაო პოლიტიკას, მინდა ბევრი რამე მოვასწრო თქვენთან არჩილ. ქვეყანა აშკარა პოლიტიკურ კრიზისშია, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს აანონსებს, ხელისუფლება კი მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად თვლის თავს. როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ყველაფერი 4 ოქტომბერს და არჩევნების შემდეგ და რა გამოსავალს ხედავთ არსებული ჩიხური მდგომარეობიდან, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ეს 4 ოქტომბერი და შემდგომი პროცესები თქვენს წარმოდგენაში. პირველი სტუმარი ჩემი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი დღე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო ჩვენთან სტუმრად და ის ამბობს, რომ ქართველი ხალხი და ოპოზიციური პარტიები, პროევროპულები, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, იქნებიან ავანგარდში ამ სცენარის. აი როგორ ხედავთ ამ პროცესს? პირველ რიგში მე მშვიდობა და სტაბილურობას ამ ქვეყანაში ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ყოველდღიურად ძალიან მძიმე ფათერაკების რეჟიმში ვართ და პროგნოზირებადი საფრთხეები ჩვენ ქვეყნის მდგომარეობის თუ არ იზრდება, არ მცირდება, ეგ ერთი, ამიტომ ხელისუფლება თუნდაც ამ კუთხით ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, უბრალოდ ამ წუთისათვის ჯერჯერობით რაკეტები არ დაფრინავენ ჩვენთან, ეგ არის განსხვავება, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში, მოლდოვაშიც არ დაფრინავს ეს და აზერბაიჯანშიც და აგერ სომხეთშიც, რომელმაც ევროპული კურსი აიღო და ამიტომ ხელისუფლების სპეკულაციები ძალიან გაუგებარია. 4 ოქტომბერს თემას მე ვარქმევ ხოლმე მოქალაქის ქცევის იძულებით გადაწყვეტას. მე ვერასოდეს მე როგორც რაც თქვენ ახსენეთ, ჩემი რეგალია პოლიტიკური ფილოსოფია, აქტიულება ასე დროს ამ დარგის მეცნიერმა ზოგადად რევოლუციებზე აკეთოს ასე ვთქვათ არჩევანი და ამისი დიდი ის იყო საქმე გამამხნევებელი, მაგრამ იმ დროს, როდესაც აი რა ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ, ისკენაც მიდის ქვეყანა და უკვე რა მოცემულობაშიც არის, სამწუხაროდ მოქალაქის ქცევის სხვა შესაძლებლობა არ დატოვა ხელისუფლებამ. აი რო ყოფილიყო რაღაცა დოზა ოპოზიციის ზეწოლა, ან საზოგადოებრივი ზეწოლა პროტესტით, რომ ბევრი რამე იყო გამოთქმული, ჩვენი პარტნიორის სახელმწიფოებისგან ბევრი რამე იყო მოთხოვნილი, რაღაც გარკვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენთან სინდისის პატიმრებთან მიმართებაში და ასე შემდეგ და სადღაც რაღაცაში ხელისუფლებას კომპრომისის გადაწყვეტა მოეპოვებინა საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებაში, მე ამ შემთხვევაში მხოლოდ ზოგადი ზეწოლის ასე ვთქვათ სტრატეგიას უფრო მივემხრობოდი, როგორც შესაძლებელ მექანიზმს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ხელისუფლებას არასდროს ბოლო წლებია უკან არ დაუხევია მოქალაქეთა სასარგებლოდ. ამიტომაც ის რაზედაც თქვენმა პირველმა სტუმარმა ილაპარაკა, ჩემთვის არასასურველი, მაგრამ იძულებითი გადაწყვეტა შეიძლება იყოს ისიც თეორიულ დონეზე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჯერ ერთი შესრულება და განხორციელება სჭირდება და ძალიან ბევრი რის ფაქტორი აქვს, მაგრამ განა რა არჩევანი დარჩა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხედავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ადრე არ აქვს, რომელიც ხედავს, რომ პროტესტა, აი ამ მშვიდობიან პროტესტს რაიმე გავლენა და ზეწოლა ხელისუფლებაზე არ შეუძლია და პრაქტიკულად შედეგიანი არაა, აი რა დარჩა, ან უნდა მსგავსი რაღაცა მძლავრი მოქალაქეობრივი ქცევისკენ წავიდეს, ან უნდა კონფორმისტული გახდეს და გაჩერდეს და სტატიკური გახდეს. ამიტომ აი რა გამოსავალი თეორიულად ახლა თქვენს მეცნიერი ხართ და მუშაობთ ამ სივრცეში მეცნიერებაში და
ამიტომ რა თეორიული რა ხერხი დარჩა. აი ჩვენ რო თეორიულად მივუდგეთ საკითხს და არა პრაქტიკულ დონეზე. არანაირი რესურსი არ დარჩა. აი ეს არის მთელი სამწუხარო და ამიტომაც ვამბობ რომ 4 ოქტომბერი ძალიან დიდ რისკებს მოიცავს თეორიულად რაღაც გარკვეულ შესაძლებლობებს, იმ შესაძლებლობების უკანაც ძალიან ბევრი რისკი დგას განხორციელების შემთხვევაშიც კი. მაგრამ სამწუხაროდ 4 ოქტომბრის მზადება ეს არის მოქალაქეთა იძულებითი ერთადერთი დარჩენილი შესაძლებლობა და თუ ხელისუფლებას ეს არ უნდოდა, ან თუ რაღაცნაირად არა მომზადებული ამ ყველაფრისთვის, მაშინ სხვა გზები უნდა ეძება საკუთარ მოქალაქეებთან. 1000-ობით ადამიანი გადა ერთმადაც არ მიიღეს. ყურის კი არ ათხოვეს ამ მოთხოვნებს, რასაც ამდენი 1000 ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობს ხელისუფლებას შეასმინოს. არ დაგვაიტეს რომ პროტესტი, როგორც მშვიდობიანი პროტესტი, როგორც ღონისძიება თავისი არსით გულისხმობს საკომუნიკაციო ფუნქციას. ანუ პროტესტიც ეს არის დიალოგი ხელისუფლებასთან, როდესაც თქვათ სხვა რესურსები არ არის, მაგრამ პროტესტი როგორც კომუნიკაცია რჩება გარკვეულ შესაძლებლობა. ჩვენთან ესეც ამოიწურა და ამიტომ სხვა რა დარჩა. უბრალოდ რამდენად განხორციელებადი არ თემა ეგ არის. ალბათ იქნება ძალიან არ ვიცი საინტერესო პროცესების მომსწრეები გავხდებით. ავარია დრამატული პროცესების რა თქმა უნდა დრამატულად არ უნდა გადაიქცეს, ამიტომაც ბევრჯერ ვკითხე ჩვენს პირველ სტუმარს თუ ვინ აიღებდა ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას, ვინ აიღებს და ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც საზოგადოებაშიც ამ კითხვაზე პასუხი არსებობდეს. პასუხისმგებლობა ეს ღონისძიება, რასაც მე ვადევნებ თვალყურს, აგებული არის არა რომელიმე პოლიტიკური პირის, ლიდერის, საზოგადოებრივი ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, გალიდერების სქემაზე, არამედ ასე ვთქვათ, თვითკმარ მოქალაქეობრივ ქცევაზე. ანუ მოქალაქის არჩევანი, ანუ იდეა არის ის, რომ ადამიანი მოქალაქე თვითონ უნდა გახდეს ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს უკარნახებს, როგორ მოიქცეს. აი ეს პრინციპია, ეს თუ შედგა, მაშინ უფრო სხვა მოლოდინები შეიძლება შევქმნათ. გამოვიარეთ ეს პროცესები მეტნაკლებად. მადლობა არჩილ თქვენ, მადლობა ამ საინტერესო ანალიზისთვის, როგორც ყოველთვის. არჩილ გამზარდია, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, პასუხობდა ჩემს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჭარაში და მთავარი თემები ერთმანეთს კვლავ სამშაბათს ისევ 21 საათზე შევხვდებით. დროებით.